ეროვნული მოძრაობა იყო ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ეფექტური და მძლავრი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ვერ მიაღწევდა წარმატებას საგარეო ფაქტორების გარეშე. ისიც კი არათუ ეს მოძრაობა, რომელიც მრავალრიცხოვანობით აქციების რაოდენობით არ ჩამოუვარდება, მაგრამ ღიად თქვათ ორგანიზაციული თვალსაზრისით ან ლიდერის თვალსაზრისით ახლა ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა როდესაც ლიდერობენ, ძალიან დიდი ფუფუნება არის. ლიდერის თვალსაზრისით აქ სერიოზული პრობლემა გვაქვს, ხო? ახლა ლიდერის ძებნა და რაღაცა კასტინგების ჩატარება ჩემი აზრით აუცილებელი არ არის, მაგრამ მე იმის ხაზგასმა მინდა, რომ ყველაფერს ჭირდება თავისი საერთაშორისო კონიუნქტურა. ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედია ამ თვალსაზრისით შეიძლება მნიშვნელოვან დაკვირვებას იმსახურებდეს. ჩართეთ ნებისმიერ დროს მათი რაღაცა რომელიმე საშუალება, ან იმედი, ან პოსტივი, ან რუსთავი. ძირითადი წილი მოდის საერთაშორისო კონტექსტის განხილვაზე. რატო? იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ ამ წუთა საერთაშორისო კონტექსტი არის საქოცო. ანუ ქოცებისთვის მისაღებ საერთაშორისო კონტექსტს ხედავენ რა, რომ აი ომია უკრაინაში, შენ ხო არ გინდა აქ ომი, აი იქ ვითომ აი სანქციები არაეფექტური, აგერ უნგრეთი არ აწესებინებს სანქციებს და აი მეგობარი აქტი ვერ მიიღეს და ანუ ეს საერთაშორისო ძალა, რომელიც არსებობს, ხო, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ აი ამისგან იზოლირებულები ვიყოთ, ეს ბიზნეს უნდა რომ ეს ქვეყანა იზოლირებული იყოს და მარტო რუსული ძალა დარჩეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ერთი წამით არ ვუშვებ, რომ ჩვენ მარტო ბიზნა ივანიშვილს ვეძვით და ერთი-ერთზე ვართ. არა, როდესაც კონტინენტური ომის მაწარმოებელი 21 საუკუნის ადოლფ ჰიტლერი არის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ქართველების და მის მიერ ხელდასხმული კაცი მართავს, ბუნებრივია რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ მის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ზომები იქნეს გატარებული.